საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, ირანი ბირთვული პროგრამის განვითარებას და ურანის იმ პროცენტამდე გამდიდრებას განაგრძობს, რომელიც ბირთვულ იარაღის დონესთან ახლოს დგას. ვაშინგტონელი ექსპერტები მსოფლიოს მიდგომაზე მსჯელობენ. ჯონ ბოლტონი პრეზიდენტ ბუშის დროს გაეროში ამერიკის ელჩად მუშაობდა. თუ ვფიქრობთ, რომ პრევენციული ძალის გამოყენება ერთ-ერთი ვარიანტია ბირთვული იარაღის გამოყენებით, მაშინ ადვილი მისახვედრია, რომ სამხედრო ძალის გამოყენება სამწუხაროდ კვლავ რჩება დღის წესრიგში. ბოლტონის თქმით, პრევენციული დარტყმა ერთადერთი არჩევანი არის, განხორციელებად საერთაშორისო თანამეგობრობას შეუძლია გააკეთოს ირანზე დიპლომატიური ზეწოლის შესანარჩუნებლად და ახალი სანქციების შესახებ შეთანხმების მისაღწევად. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ მილიბანდმა ამ თემაზე ჩინეთში ვიზიტისას ისაუბრა. ბრიტანეთი და ჩინეთი შეთანხმდნენ იმაზე, რომ ირანმა პატივი უნდა სცეს შეთანხმებას ბირთვული იარაღის გავრცელებლობის შესახებ და არ გახდეს ბირთვული სახელმწიფო. ჩვენ ასევე შევთანხმდით ამის მიღწევის საშუალებებზე, რაც ზეწოლასაც გულისხმობს. ახალი სანქციები ირანის წინააღმდეგ შესაძლოა ქვეყნის სადაზღვევო კომპანიებს და ბანკებს შეეხოს. ასევე მოიცავს მოგზაურობის აკრძალვას ბევრი მოქალაქისთვის, მაგრამ რუსეთი და ჩინეთი უინიციატივოდ არიან. ისრაელი საპირისპირო პოზიციას ინარჩუნებს. ის ირანისგან პირდაპირ საფრთხეს გრძნობს და მსოფლიოს მოქმედებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ძალის გამოყენების შესაძლებლობა გამორიცხული არ არის. რაც უფრო ძლიერი იქნება სანქციები, ირანის რეჟიმს არჩევანის გაკეთება მოუწევს ბირთვულ იარაღსა და საკუთარ მომავალს შორის, ამბობს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. ჯორჯ პერკოვიჩი კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ცენტრიდან ამბობს, რომ თუ სანქციები არ იმუშავებს, ირანმა უნდა იცოდეს, რომ საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობა მოუწევს. ამან შეიძლება შენი მოქცევა არ შეცვალოს, მაგრამ ამ საქციელს საფასური აქვს. სანახევროდ ჩვენ სხვა ქვეყნებთან კომუნიკაცია გვინდა, რომლებიც ჩვენს ქმედებას, როგორც მაგალითს ისე აკვირდებიან. რამდენიმე ექსპერტის აზრით, ირანში რეჟიმის დამხობის შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ პერკოვიჩი ამბობს, რომ სანამ რევოლუციურ გუშაგთა არმია ძლიერების მწვერვალზეა, შეკითხვები რჩება. როგორ შეიცვლება ირანში რევოლუციურ გუშაგთა არმია, მოხდება მისი ბიზნესიდან გაძევება, ძალაუფლების დაკარგვა და გვეყოლება თუ არა ირანში ახალი ხელისუფლება. ამერიკას, რომელიც ერაყსა და ავღანეთში წარმოებულ ბრძოლაშია ჩართული, ირანზე ზეწოლის მიტანა გაუჭირდება, ამბობს ფლინტ ლევერეტი ახალი ამერიკის ფონდიდან. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ამ მომენტში სპარსეთის ყურეში კონვენციურ სამხედრო ძალის კონცენტრირებაზე ვფიქრობთ, ამის გაკეთება მაინც ნასესხები ფულით მოგვიწევს. ბარაკ ობამას ადმინისტრაცია სანქციების მომხრეა. ექსპერტები ამბობენ, რომ სხვა არჩევანი უარესია, მაგრამ ნათელი არ არის ხანგრძლივად შეაჩერებს თუ არა ეს ირანის ბირთვულ სამოქალაქო ან სამხედრო ამბიციებს. ირინა ცერცვაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.